Alhamdulillah, as-salatu was-salamu ala rasulillah. მოგესალმებით ვიფასო მუსლიმებო, უზენაესი ალლაჰი გფარავდეთ. ჩვენ ისე ვაგზავნებთ მუჰამედ ალეისალატუ ვესალამის ჰადისების, მისი რჩევადარიგებების შესწავლას და მე დღეს თქვენთვის შევარჩიე ჰადისი, რომელსაც გადმოგცემს ენეს ბინ მალიქ რადიალლაჰუ ანჰუ. ჰადისი არის შემდეგი. عن أنس بن مالك رضي الله عنه قال أنس بن مالك رضي الله عنه قد مقتبس قال رسول الله عليه الصلاة والسلام الله الشوام عليه الصلاة والسلام ما تكوا إن من الناس مفاتيح للخير ადამიანებს შორის არსებობენ ისეთები, რომლებიც სიკეთის გასაღებნი არიან, სიკეთის გამხსნელები არიან. მეღალიყ ლიშერ და ისეთები ამასთანავე ეს ხალხი არიან ბოროტის ცუდის კლიტეები. ვე ინნე მინენ ნასი მეფათიხ ლიშერი მეღალიყ ლილხაირი და ასევე ადამიანებში არსებობს მეორე კატეგორია, რომლებიც არიან სიკეთის ჩამკეტი და ბოროტების გამხსნელი. فطوبى لمن جعل الله مفاتيح الخير على يديه. რაბედნიერები არიან ის ხალხი, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა სიკეთის გასაღებად დაადგინა. ويل لمن جعل الله معالق الشر. ხოლო რა ცუდია ისეთი პიროვნება, რომელიც სიკეთის ჩამკეტ ბოროტებად არიან დადგენილი. როგორც ხედავთ შუამალ ალეისალატუ ვესალამის გადმოცემაში, ორი კატეგორიის ხალხი არიან ახსნილი. ერთნი არიან სიკეთის გამხსნელი, კეთილი და ხეირიანი საქმეებისკენ მიმავალი გზების გამხსნელი, მათი წამომწყები, მათი ერთგვარი გასაღები და ამავდროულად ეს ხალხი არიან ბოროტებისკენ მიმავალი გზის ჩამკეტი, მისი ხელისშემშლელი, ბოროტებისკენ მიმავალი გზების ბარიერები, ერთგვარი ბოროტების კლიტე. ხოლო მეორე კატეგორიის ხალხი არიან, ვინც ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს სიკეთისკენ, ხეირისკენ მიმავალ გზებს და მისი კლიტე იყოს, მისი ზღუდე იყოს, მისი ჩამკეტი აღმკვეთი იყოს. ხოლო ეს ხალხი ამავდროულად პარალელურად ცდილობენ ყველანაირად ხელი შეუწყონ სიავეს, ბოროტებას და ცუდ საქმეებს. ასე რომ რაბედნიერია ის ხალხი, ვინც არიან სიკეთის გასაღები და ბოროტების ჩამკეტი. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, გავითვალისწინოთ შუამავალ ალეისალატუ ვესალამის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება, მისი რჩევა და ყოველთვის ვიყოთ სიკეთის გასაღები, ბოროტების ჩამდენი. ერთმანეთს დავეხმაროთ, ხარში დაუდგეთ და ხელი შევუწყოთ სიკეთისკენ მიმავალი გზების გახსნაში და მათ გაფართოებაში. როგორც ბრძანებს ჩვენი გამჩენი სუბჰანაჰუ ვა თაალა وتعاونوا على البر والتقوى ولا تعاونوا على الإثم والعدوان. დაეხმარეთ ერთმანეთს, ხელი შეუწყეთ სიკეთესა და ღვთისმოშიშებაში. ხოლო ნუ დაეხმარებით და ხელს ნუ შეუწყობთ ბოროტებასა და ტრობაში. الحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه أجمعين.